ალბათ თვითმეტყველი იყოს. საქართველოს ადგილი ალბათ საქართველოში არის ჯერჯერობით. რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამის მიღმა იმის მიღმა ჯერჯერობით ხო, ნაკლებად. თუ ვინმე მოლოდინში იყო, რომ 31 აგვისტომდე რაიმე მოხდებოდა თბილისსა და ოფიციალურ თბილისსა და ევროკავშირის შორის, ალბათ ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირე იქნებოდა თითზე ჩამოსათვლელი. რეალურად ჩვენ გავდივართ ამ დედლაინზე, ბოლო ვადაზე, ისე რომ ყოველ შემთხვევაში რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი არის საჯარო ველში და ზედაპირზე არანაირი მოძრაობა ამ მხრივ არ არის პირიქით. თუმცა რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროდან უთხრეს, რომ მომზადებული აქვს რაღაც ჩეკრული დოკუმენტი, რომელიც გაიგზავნება მოგეთ ანგარიში. ჩვენი მზაობა არსებული ხელისუფლების მხრიდან არაერთის ცხადდება, არაერთის მკიცდება. ჩვენ ხანდახან იმაზე მეტად ვართ მოწადინებული გავწევრიანდეთ ხოლმე ევროკავშირში, ვიდრე საკუთრივ ევროკავშირი არის. ეს არ არის პირველი რიგის განცხადება, პირველი ჯერის განცხადება, პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვითარდება ქვეყნის შიგნით პროცესები და მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვითარდება ქვეყნის გარეთ პროცესები, მაინც ჯიუტად ვაცხადებთ, რომ ჩვენი მზაობა იოტის ოდენად არ შეცვლილა, ჩვენ ვაგრძელებთ არათუ მზაობა და ნებელობითი მომენტი, არამედ ჩვენ ვაგრძელებთ პროევროპულ კურსს და ამიტომ ჩვენში, როგორც ხშირად ამბობენ, გაკვირვებას იწვევს ევროპელი კოლეგების. ციტირებთ ახლა? ხო, ხელისუფლების ხელისუფლებას ეს ნარატივი, რომ კი ჩვენ ხალხი მიგვიღეთ რაღაცა. ასე რომ ეს არის ამაში დიანა არაფერი ჩვენ ახალს ვერ ამოვიკითხავთ. ჩვენ სხვადასხვა ინტერვიუებში, სხვადასხვა შეხვედრებში უფრო შორსაც კი წავსულ ვართ. ჩემი აზრით ქართული ოცნება და მასთან დაკავშირებული ჯგუფები პრინციპულად მომზადებული არიან საიმისოდ, რომ ვიზა, უვიზო რეჟიმი იქნება გაუქმებული. უფრო მეტიც ჩვენ ზიანის პრევენციას ემსახურება ახლა მათი განცხადებები, მათ შორის უფრო შორსაც წავედით. ჩვენ უფრო შორსაც წავედით, როდესაც თქვით, რომ მიუხედავად კონკრეტული საკითხების ცალკეული ხასიათისა, კი, რა თქმა უნდა, ვიზის საკითხი მნიშვნელოვანი არის, ცალკეული კანონების, მაგრამ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ გესთან დაკავშირებით არის მიღებული და ეს პრინციპული გადაწყვეტილება ხორციელდება ჯერიდან ჯერამდე, кейსიდან кейსამდე, შემთხვევიდან შემთხვევამდე, ამ მხრივ ჩვენ ალბათ უკვე აღარაფერი არ უნდა გვიკვირდეს. ამდენად ჩვენ წლის ბოლოს რატომღაც დავიჩემ ეს მორიგი საკრალური დედლაინი, მე პირადად მოლოდინში ვარ, რომ ეს ევროპისგან საპირისპირო მიმართულებით ცვლა, ეხლა მომკითხავთ ეს საპირისპირო მიმართულება აქაც გარკვეული ბუნდოვნობა, ალბათ აქაც გარკვეული ბუნდოვნობა არის, ეს ალბათ იქნება უფრო ეს ვთქვათ მზარდი, უფრო თვალსაჩინო. ამდენად სურვილია, ოცნების სურვილია, რომ შეიძლება სურვილი მთლად არა, მაგრამ ხელს არ ანძრევენ, ან უფრო მეტი პირიქით რაღაცნაირად დემონსტრაციული ქმედებებით, მათ შორის ანგარიშების დაყადაღება არასამთავრობო ორგანიზაცია, ანუ არაფერს აკეთებენ ამ ძალიან სერიოზული მონოპოლის გადასარჩენად, ანუ იმიტომ რომ ეს საზოგადოებისთვის აქტუალური თემა, იმიტომ რომ მათ ეხებათ, ანუ არის რაღაც თემები, რომელიც შეიძლება წარმოაჩინო როგორც ძალიან აქტუალური, მაგრამ მოქალაქემ შეიძლება ვერ იგრძნოს ასე მოქმედებაში ყოველდღიურად, რომ ეს მას ეხება და უვიზო მიმოსვლის გაჩერება ნამდვილად შეეხება. დიახ. ესე იგი მიუხედავად კომპლექსურობისა საკითხისა, აი კომპაქტურად ვეცდები ჩავედიო, ჯერ ხელისუფლება მოექცა სახელმწიფო ხიბში. ეხლა ჩემი აზრით ის უკვე მძევლად იქცა იმ მანკიერი სისტემისა, რომლის მძევალიც ჯერ შემქმნელი და მერე მძევალი თავად გახდა. ევროპისკენ სვლა, როდესაც შენ ასეთ ტრანსფორმაციას განიცდი, ევროპისკენ სვლა ნიშნავს იმას, რომ შენ უნდა გაიხსნა. უნდა გახდე ღია, უნდა გახდე გამჭვირვალე, უნდა გახდე ანგარიშვალდებული. თუ შენი აზრი, შენი პოლიტიკა ამაზე არის კონცენტრირებული, რომ ამ პრინციპების გამოისობით შენთან ერთად ქვეყანა დაიძრას წინ, მაშინ ეს ერთი მოცემულობა არის და რა თქმა უნდა შენს პოლიტიკურ ნებას ამ მოძრაობას ახმარ, მაგრამ როდესაც შენ სისტემის მძევალი ხდები და მძევლობა გამოიხატება იმაში, რომ ერთადერთი შენ რაც გამოძრაებს, ეს არის ინსტინქტი თვითგადარჩენის და თვითგადარჩენის ინსტინქტი ამ შემთხვევაში უკავშირდება საძალაუფლებო ბერკეტებზე ჩაბღაუჭებას და ეს არ არის მხოლოდ ფორმალური ინსტიტუტების სახით. ჩვენ ხშირად გვითქმავს, რომ ეს არის მთელი რიგი მოვლენების
და პროცესების, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების მიღმა არის და დღეს ჩვენ გარკვეულწილად ეს ვთქვათ ერთგვარი სინდიკატი მივიღეთ გავლენათა, ხო? აი ამ შემთხვევაში ალბათ იქნება ეგრეთ წოდებული, ქეჩთვე გამოუვალი ვითარება, როდესაც თვითდინებით, ტენდენციით, რაღაც სხვა გარემოებებით კიდევ ჩვენ ამაზეც ვისაუბრია, რომ ეს გარემოებები რამდენად არის ქვეყნის გარედან წარმომავლობის, ამაზე კიდევ რა თქმა უნდა მსჯელობა შეიძლება. ამდენად დასკვნითი წინადადების სახით ჩვენ ისი მოწმენიც ვართ ახლა, რომ ოფიციალური იდეოლოგია დაკავებული არის საკუთარი კლასტერული ამომრჩევლის შემზადებით, მისი გამხნევებით იმ შედეგისადმი, რომელიც პრაქტიკულად ამ ხელისუფლების პირობებში არის გარდუვალი. ჩემთვის სიმართლე რომ გითხრათ, ნაწილს, შესაძლოა დიდ ნაწილს. ის კლასტერული ამომრჩეველი სარგებლობს ამ პრივილეგიით, სარგებლობს უვიზო მიმოსვლის სიკეთით და როცა თქვენ ამბობთ, ახსენებთ თვითგადარჩენის ინსტინქტს, თუ ეს ინსტინქტი მოქმედებს პერსონალურად ივანიშვილის ფატალისტი ხომ არ არის, მას ხომ შეუძლია მისი, ასე ვთქვათ, დაქირავებული თუ მისი კონკრეტულ პოზიციებზე გალაგებული ფიგურების მეშვეობით რაღაც ფორმით რაღაც ისეთი ტიპის ნაბიჯები გადადგას, რომ როგორც მინიმუმ ეს გადაწყვეტილება შეამსუბუქოს, გადაავადოს და ასე შემდეგ. ანუ ვერ გრძნობს, რომ აქედან მას რამე საფრთხე ექნება, ანუ გადაზღვეული აქვს ეს თავისი კლასტერის და კლასტერს მიღმა საზოგადოება. ანუ ეს არ იქნება არანაირი მღელვარების ნაწილობრივის მაინც გამომწვევი. მე ვერ ვისაუბრებ ვინმეს პირად განწყობაზე, არ ვიცი. მაგრამ ჩვენ საუბრობთ ხელისუფლების არსზე, რომელიც ძალიან ფოკუსირებული, ძალიან კონცენტრირებული ხდება ძალაუფლებაზე. ხელისუფლება კონცენტრირებული ძალაუფლებაზე. ახლა ამ ასე დროს ახლა ეს არ მინდა რაღაც თეორიულ ვორქშოპად ვაქციო ჩვენი ინტერვიუ, მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში არაფერი არ შეცვლილა და არაერთი ნაშრომი მიძღვნია ამ სისტემას და მაკიაველი დაწყებული და თანამედროვე კვლევარები დამთავრებული. ახლა თქვენ ბრძანეთ ის ბუნებრივი мотиваცია, რომელიც კლასტერულ ამომრჩევლს უნდა ამოძრავებდეს. მე შევახსენებ ორიოდე სიტყვით, რომ ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ვეცადეთ აგვეხსნა სისტემის შიგნით. ეგრეთ წოდებული ურთიერთდამოკიდებულება და ურთიერთდაკავშირებულობა. და ვახსენეთ, რომ ეს გადის მატერიალური სარგებლიდან, მატერიალური სარგებლით დაწყებული, კომპრომატითა და რეპრესიით დამთავრებული. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ რა ხდება სისტემის გარეთ. ეხლა ცოტა უდნავ ორიოდე სიტყვით ჩვენ რომ მე ჩემი აზრი რომ გითხრათ, ალბათ უმცირესობაში არ ვიქნები. ამ სისტემის მთელი მუღამი და მისი კონსტრუქტორთა ნიჭი გამოიხატება იმაში, რომ სისტემის გარეთ ეხლა ერთხელ გადაცემაში ქვეშევრდომები უწოდე და ეხლა არ მინდა საწყენად გამომივიდეს, მაგრამ შეიქმნა ასევე ურთიერთდაკავშირებულობისა და ურთიერთდამოკიდებულების სისტემა. ეს ურთიერთდამოკიდებულება გამოიხატება სხვადასხვა სოციალური პრივილეგიებით, გაგრძელებული საჯარო სამსახურის რაოდენობრივი ზრდით და ჩვენ პრაქტიკულად მივიღეთ ისეთი მართლობითი სისტემა, რომელიც გადის არა მერიტოკრატიაზე, არა ინკლუზიურობაზე, არა ეროვნულ დღესასწაულზე, არამედ ესეთი, ესე თქვა, ძალიან ციცაბო წონასწორობის შექმნაზე. ეხლა მე ერთ-ერთი ჩემი კოლეგა ამას იმწერდა, რომ ერთ-ერთ რეგიონში 11000 მოსახლისგან 8000 მოსახლე დამოკიდებული არის ამა თუ იმ სახის სოციალური შემწეობის პროგრამაზე. ანუ ნახეთ, ამ შემთხვევაში რამდენად ჩვენთვის არ უნდა იყოს გასაგები გარანტირებული კლასტერი, ანუ ეს ამის დანგრევა წარმოუდგენელი იქნება? არ ვიცი. სოციალური ეს მე როგორ არ ვიცი, ეს იძლევა ავტომატურ გარანტიას, რომ ეს ხალხი მუდმივად ოცნების ამომრჩეველი იქნება? არაჩვეულებრივი შეკითხვა არის. რაღაც მომენტში არ გაბრაზდება, იმიტომ რომ სოციალური დახმარება სხვა ხელისუფლებისგანაც მიიღებს თუ მართლა ეკუთვნის. ყველა დროში იყო ეს. მე ერთხელ გადაცემაში ისიც თქვი, რომ ქართულმა ოცნებამ ყოველ შემთხვევაში მათმა მესვეურებმა, ლიდერებმა ძალიან უნიკალური რეინკარნირება მოახდინეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის. ეხლა არ მინდა არც ამომრჩევლს მივაყენო რაიმე შეურაცხყოფა, ყოველ შემთხვევაში მათ ამომრჩევლს. იმიტომ რომ მე მინდა ყოველთვის რომ ჩვენი საუბარი იყოს მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლისათვის გასაგები.
და არც ესეთი უპერსპექტივობის განცდა მინდა შევქმნა, მაგრამ ერთი რამ კი უნდა ვაღიარო, რომ ასეთი ცვლილებების განმაპირობებელი მხოლოდ შიშველი იდეოლოგიური სლოგანები ვერ იქნება. ქართველი ობივატელისათვის ერთ-ერთი გამსაზღვრელი უნდა იყოს, აი თქვენ ამომრჩეველზე ახსენეთ და თქვა სოციალურად დამოკიდებული და არა მარტო სხვათა შორის სისტემის მიღმა, არამედ სისტემის შიგნით. და ახლა მივდექი გაცლებთ რომ დელიკატურ საკითხს როგორი საოპერაციო კოდექსი აქვს ჩვენს ოპოზიციას. სიტყვათა წყობას, მოწოდებებს, მიდგომას და რიტორიკას ამ შემთხვევაში აქვს ძალიან დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა. ერთ-ერთი ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ სიტყვა რო არ გაგვექცეს, არის ის, რომ ნებისმიერ სისტემას ადამიანების, რომლებიც მიჯაჭვული არის, ასე და დამოკიდებული უჩნდება ცვლილებების შიში. ალბათ მთავარი სამუშაო თუ სადმე არის, რამაც შეიძლება ცვლილებები განაპირობოს, ეს არის შიშის კომპლექსის მოხსნა. ცვლილებების შიში, ალტერნატივის შიშიც, ან ალტერნატივის ვერ დანახვა, ან უნდობლად დანახვა. ერთი არის შიშის გაბათილება და სხვათა შორის ამ შიშის გაბათილებაზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ ცვლილებებზე, ცალკეული სიტყვათა წყობა ძალიან ფაქიზად შესარჩევი არის. მაგალითად, ახლა ჩვენ ხშირად მოვისმენთ სისტემის დემონტაჟი. სისტემის დემონტაჟი ძალიან ისეთი კვახენათქვამი არის რა. ეხლა მე აქ ვერავის ჭუისავლებით ვერ დავკავდები, მაგრამ ეს კვახენათქვამი ზოგადად შეიძლება ზოგიერთი პოლიტიკოსის ლექსიკაში ყველაზე რბილი სიტყვა იყოს. შესაძლებელი არის, მაგრამ მე რახან მე ვარ თქვენი რესპონდენტი, მე ჩემ აზრს გეუბნებით და ეს აზრი იყოს ძალიან საგამონაკლისო რა. ესე იგი, ისეთ ფაქის სისტემაში, ისეთი ფაქიზი ბალანსის სისტემაში, როგორც ურთიერთობათა სისტემაში, როგორც არის ქართული, დემონტაჟი, ნგრევა არის ძალიან ფრთხილად შესარჩევი სიტყვები. მაშინ, როდესაც ტრანსფორმაცია, ახლა ის ადამიანები, რომლებიც ახლა ჩვენ ცოტა ეს სოციალური განხრით გავედით, რომლებიც ასე მსუყეთ არიან დამოკიდებული ამ სისტემაზე, მათ ერთ მშვენიერ დღეს თუ არა მშვენიერ დღეს ამის ჩამონგრების განცდა შენ თუ შეუქმენი, რა თქმა უნდა, ისინი პროცესის თანამონაწილენი ვერ გახდებიან. კი ბატონო, რაღაცნაირად რეზუმირება რომ ეს ერთი და მეორე ხა თქვენ ალტერნატივა თქვით. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ გვესმის ძალიან ხშირი გამოსვლები ოპოზიციის მხრიდან, ეს გამოსვლები მაინც მიმართული არის ძალიან ვიწრო დღის წესრიგზე. ამ დღის წესრიგში არის მის მთავარი სიტყვა და მთავარი მოწოდება საქართველო. ქვეყანა, მისი განვითარება, მისი მოდერნიზება და მისი წინსვლის დღის წესრიგი. აი ეს ალტერნატივა, რომელიც თქვენ თქვით, არა? ალტერნატივა ჩვენ თითქოს და გვყავს სუბიექტების მოლოდინება სიმრავლეში. ხო, სუბიექტების სიმრავლეში. მაგრამ რეალური ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს დღის წესრიგში, ხვანიერი დღისაკენ მიმართულ განცხადებებში. აი ეს არის რეალური ალტერნატივა. ამდენად აი ეს შიშის გაბათილება ალტერნატივასთან ერთად, ახლებურ მიდგომასთან ერთად, ცვლილებები ძალიან რთული მოსახდენი არის. შიში, ნახეთ, მიბმული ამომრჩეველი, მიბმული კლასტერი, ამ ტიპის დემონტაჟის შიში, ალტერნატივის ვერ დანახვა, ეს არის ყველაფერი, რაზეც დგას ოცნება, რომელიც თავს უფლებას მისცემს, რომ არაფერი გააკეთოს უვიზოს შესანარჩუნებლად, იმიტომ რომ იცის, რომ ამასაც გადაიტანს, იმიტომ რომ ეყრდნობა რა ამ მოცემულობებს, ანუ რაღაცნაირად რეზუმეც კარგ ჩვენ რო წავიდეთ საინტერესო რეზუმესკენ დიანა, ვიცი რომ თქვენ ხართ სპორტის დიდი მოყვარული. კი, ვარ ნამდვილად. ეხლა ჩვენ ვახსენოთ სპორტის ესეთი უნიკალური იშვიათი ნაირსახეობა, როგორიც არის აიკიდო. აიკიდოში შენი გამარჯვება ფაქტიურად, ესე იგი შენ როცა ორთაბრძოლაში მონაწილეობ, შენ იმენად შენს ენერგიას კი არ იყენებ, რამდენიც შენ სასაგებლოდ იყენებ შენი მოწინააღმდეგის ენერგიას. აი ხოლმე ესე მეჩვენება მე რომ ამ აიკიდოს პრინციპით ქართული ოცნება როგორც საკუთარ ამომრჩეველთან, ასევე ქართულ ოპოზიციასთან მიმართებაში და მთლიანად საპროტესტო მოძრაობასთან მიმართებაში ძალიან ჯერჯერობით არც თუ უსარგებლოდ იყენებს აიკიდოს ამ ცნობილ ენერგიას. კი ბატონო, ამ შემთხვევაში ვთქვით რა შეიძლება იყოს ოპონენტების, ანუ ვთქვით საპირისპირო მხარეს მყოფთა ამ როგორ არ გამოაყენებინონ ეს ენერგია, იმიტომ რომ მე არ ამგონია რომ 4 ოქტომბრამდე მონაკვეთში ჩვენ შეიძლება საქართველოს პოლიტიკურ ველზე ვიხილოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, მით უმეტეს რომ არ ამგონია ვიხილოთ, მით უმეტეს რომ ნაწილი ოპოზიციური სპექტრის ჩართული არის საარჩევნო პროგრამაში. ეხლა თქვენ რომ მკითხოთ საარჩევნო თქვათ მოლოდინებზე, ეს ის შემთხვევა არის, როდესაც კარგის თქმას დუმილი ჯობიაო და მეც დუმილს ვამჯობინებ, მაგრამ 4 ოქტომბერი ალბათ უნდა იყოს მთლიანად ქართული პოლიტიკური მანქანის არსებითი განახლების საწყისი და
ეს ქართული ოცნების იმდენად საზრუნავი გადატვირთვა, გაჩერება, მიხედვა უკან, წინ გახედვა რაღაც. ბატონო, და მაშინ თუ რას ცალკეული სიტყვებით შეგვიძლია ჩვენ მოვნიშნოთ ის ვითარება სტატუს კვო, რომელიც დღეს არსებობს, გავიხსენოთ ესეთი კიდევ ერთი ჩემი თაობისათვის ცნობილი ტერმინი, რომელსაც ქვია უმოძრაობა. პოლიტიკური უმოძრაობა, პოლიტიკური აზრის უმოძრაობა, ეს არის ის სენი, რომელსაც დღეს განიცდის არა მარტო ოცნება, არამედ მისი ოპონენტები.